მაგ და გავიდე პირდაპირ ეთერში. დღეს ჩემი მეგობრებთან ერთად უნდა გავსულიყავი ირაკლი მილაძესთან ერთად, მაგრამ ჩვენ ეს ლაივი გადავდეთ, ვინაიდან ამ საკითხზე უფრო ფართო დიალოგი გვექნება გარკვეული ფაქტების მოძიების შემდეგ, მაგრამ იმ შემთხვევამდე სანამდე მე ვფლობ ინფორმაციას დეტალურად, მე მინდა რომ დღეს ვილაპარაკო საქართველოს შექმნილ გამოსახლებებზე, ეგრეთ წოდებულ გაყრაზე საქართველოს მოქალაქეების სახლიდან და მინდა გაცნობოთ დეტალურად ვინ არის დაინტერესებული მიტაცებით ქართული საქართველოს მოსახლეობის ქონების და საერთო ჯამში რისთვის არის ქართველიერი გაწირული. ძალიან მძიმე საკითხები, ალბათ თქვენ ახლა აკვირდებოდით ეს დღეებია სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა, გამოსახლებას, ორი ადამიანი გამოასახლეს, უბრალოდ ერთის გამოსახლებას ცადეს და ერთი გამოასახლეს და ყველაზე მძიმე ის არის ამ შემთხვევებში, რომ არანაირი ნორმა არ არსებობს, რომ კანონის შესაბამისად იყოს დაცული. რა არის, ბევრი იტყვის, რომ აბა ფული აიღე ძმაო და მაშინ იმ ფულს გადახდა არ უნდოდა და ესე იგი რა ხდება, იცი, აი ამ დევიზის ქვეშ ახლა უშიშროების ბიძინა ივანიშვილის სპეცსამსახური რაც არის რა, წესით რაც საზოგადოებას და ხალხს უნდა ემსახურებოდეს ეს სპეცსამსახური, დღეს ეს ნარატივჩიკები გადასული არიან აი ამ მოტივის პედალირებაზე, რომ ფული რო აიღე ძმაო, აბა რა გეგონა იმ ფულს გადახდა არ უნდოდა? და სინამდვილეში თქვენ ვერ მანახებთ მე ვერცერთ ქვეყანას, ვერცერთ ცივილიზირებულად განვითარებულ საზოგადოებას, რომელშიც საფინანსო უწყება მოქალაქისგან ერთადერთ სახლს იდებს და ტვირთავს ჰიპოთეკით. და რა თქმა უნდა რისკის ქვეშაც დგება ის სახლი, შემდეგ რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკმა წაიღოს, იმიტომ რომ არსებობს თავისთავად კანონი, რომელიც არის საფინანსო კანონი, მაგრამ ის საფინანსო კანონი, ის მთავარი კანონის ქვემდებარე კონტროლის ქვეშ თუ არ არის, თუ მაგალითად ესეთ კაბალურ კონტრაქტებს არ აკონტროლებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკია ძირითადად ყველანაირი ფინანსური მოძრაობის მარეგულირებელი. საქართველოში მე ეკონომისტი არა ვარ, ბოდიშვიხდი ყველასთან, მე არ დავიჩემებ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე სიღრმისეულ წვდომას, მაგრამ როდესაც ეკონომიკა პირდაპირ გადის და შეთანხმებები, კერძო შეთანხმებები პირადად გადის მოსახლეობის მოსპობაზე, ერთადერთი სახლის დატოვებაზე, იძულებით გაგდებაზე და ეს პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ თუ როგორ გააძეონ ქართული მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან, ამას უკვე ეკონომისტობა აღარ ჭირდება რა, რომ სიღრმისეულ დეტალებთან გქონდეს შეხება, ვის რამდენი დარჩება და მაგ იანგალიშვილს ბიძინა ივანიშვილმა და ხაზარაძემ. მე დღეს მინდა გელაპარაკოთ იმაზე, რომ 2.800.000 კაცი არის საქართველოდან დევნილი. ემიგრანტი რა, შეგიძლიათ დაარქვათ ამ ხალხს დევნილები. იმიტომ რომ არც ერთი მათგანი, მე გულახდილად გეუბნები, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საკუთარი ნებით საზღვარგარეთ არ წასულა და თავს იქ ბედნიერად ვერ გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შემოსავლელი უკეთესი კონდეს, მშვიდად იყოს, მაგრამ ადამიანი, როდესაც მოშორებული ხარ შენ სამშობლოს, განიცდი შენ ტკივილს, როცა აი როგორ გითხრათ ახლა რა, ძალიან მარტივი ამბავი არის რა, ძალიან მარტივი. თევზი რო ამოიყვანო და ერთი წყლიდან მეორე წყალში გადააგდო. აი მაგალითად ოკეანიდან გადააგდო ზღვაში ან მაგალითად მდინარიდან გადასვა ტბაში, შეიძლება ვერ იცხოვროს ასეთმა თევზმა. მაგალითად კალმახი რო გადასვა მდინარიდან იმაში ტბაში მოკვდება. ეგეთი მომენტია რა. და ადამიანი ხო უფრო მგრძნობიარე ადამიანია ვიდრე ამფიბია. ორგანიზმია ვიდრე ამფიბია, ხო? შედარებაც არ შეიძლება ამ ყველაფერს. რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც უბიძგა საქართველოს მოსახლეობას, აი ასეთი როგორ გითხრათ ახლა, აი როგორ დავიყვანო საზოგადოების ფართო მასებამდე, ასეთი ფართო იმითი რა ქვია, ნაკადით გადინებული იყო ქვეყნიდან. ეს მხოლოდ და მხოლოდ განპირობებული იყო იმითი, რომ მათ ძირითადად წაართვეს ცხოვრების უფლება საკუთარ ტერიტორიაზე. საქართველოში აეკრძალათ ამ ადამიანებს პოლიტიკური, ფინანსური, სოციალური ცხოვრების უფლება. და მათ შორის უმრავლესობა გამომდინარეა იქიდან, რომ აი ეს ნაგვები ვინც არიან და გეუბნებით ახლა რა, ეს საქართველოში ეს ბიზნესი, რასაც ქვია საქართველოს მოსახლეებზე სახლის წართმევა, ეს ვიღაცის კერძო ბიზნესი არ არის, ეს არის ხელისუფლების საკუთრება.
საკუთარი მოსახლეობის განადგურება დაისახეს ამათმა ბიზნესად, ჩვეულებრივ მანამდე სააკაშვილის დრო იყო. სააკაშვილის დროს როგორ იყო, იცი? ამათ ხელისუფალს რომელიმეს მოეწონებოდა ვიღაცის სახლი, იქ პირდაპირ ჰიპოთეკი დატვირთვა საჭირო არ იყო და მახინაციები. წავიდოდნენ პირდაპირ დააწერიებდნენ ღამის 12 საათი, პირველი საათი, 3 საათი ნოტარიუსს აყენებდნენ ფეხზე და დააწერიებდნენ ჩუქების აქტს. ნუ რა თქმა უნდა, იქ ახლა კაბალური მიდგომები, ბანკების გამოყენება, ფინანსური დანაშაული ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ახლა რაც შეიძლება ხო აღარ არის ეს სააკაშვილის ხელისუფლება სათავეში და ნუ წესით ვიღაცას უნდა მოეკვლია ეს ყველაფერი. ვინ უნდა მოეკვლიოს? ბიძინა ივანიშვილმა? კაცი რომელიც ბანკებით მოვიდა ხელისუფლებაში? და რომელ ბანკს აქვს ისეთი სიღრმისეული პატრიოტული გრძნობები, რომ ახლა კი არ ქმნევენ ივანიშვილის, მას უძახიან ქველმოქმედს და რა ვიცი კიდე ზოგმა ექვთიმე თაყაიშვილი შეადარა, რა თქმა უნდა, მისი ჯიბის კაცმა. მაგრამ ეს ასე არ არის, კაცო, მაშინ თუ ბანკი არსებობს ამ მოტივებისთვის, ხო, მაშინ ის ბანკი აღარ არის რა, პირდაპირ გეუბნებით. ეგ არის მით უმეტეს ივანიშვილის კერძო საკუთრება, სად ივანიშვილის კერძო საკუთრება და სად საქართველო, სად ერეკლე და სად მისი ხმალი. და ბარეორისთვის უფრო გასაგებად ვიტყვი, აი პროპაგანდონებისთვის არ მინდოდა ამ სიტყვის ხმარება, სად ერეკლე და სად ჩემიყლეო რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და რა არის იცი ყველაზე მეტი უბედურება, აი ხა გამოსახლების ბევრი სიუჟეტი გვინახია და მძიმე ყოფილა და მიუღებელი ყოფილა, ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ასეთი ბრუტალური მეთოდებით ცემა მოსახლეობის, ცემა ჟურნალისტების, ცემა სამოქალაქო აქტივისტების და მცირეწლოვან ბავშვზე რესპირაციულ სისტემაში მომწამლავი გაზის შესხმა. ამას რომელი ძალოვანი უწყების ღირსეული წარმომადგენელი, ამას იკადრებს მხოლოდ და მხოლოდ ბიჭო პროჭი. თქვენ გეუბნებით, თქვენ გომელაურზე სალკე გადავალ, აი თქვენ გეუბნებით. ტაქსისტმა გააჩერა და ტაქსისტი ეუბნება რას აკეთებთო, აი ტაქსისტსაც კი ადამიანი ხა როგორი იმის ფსიქოლოგიური და ფინანსური იმის ეწოლის ქვეშ უნდა იყო, რომ ტაქსისტი ხარ, რა იმაზე ქვევიცა ფსკერში ჩახვალა, იმანაც კი გააჩერა. რას აკეთებთო, ბიჭო, რას აკეთებთო? და პატარა ბავშვი გამოაგდეს სახლიდან ბარგალკით გაჭრეს კარი, ზამთარში თანაც ხალხო. გამოსახლება როდი ერთბაშად კალაძის მერია და ის არის სოციალური სამსახურები ორგანიზებული, რომ ბავშვი რო გარეთ დარჩა, ქალი რო გარეთ დარჩა, აგერ მივა სპეციალური სისტემა და შესთავაზებს საცხოვრებელს, ან გაატიეტო. თუ რას იზამენ გეკითხებით. ეს რო ყოფილიყო კალაძის შვილი, ეს რო ყოფილიყო ღარიბაშვილის შვილი, ეს ხო და იმის შვილი რო ყოფილიყო, კიდე დღეს ტრაქს რო ათამაშებს, პოლიტიკაში მოსვლა რო უნდა, გახარიასი. როგორი იქნებოდა ხა დღეს თქვენი მიდგომები და პოზიციები? უბრალო კაცის შვილი გალახული გამოვარდნილი და გასახლებულია ქვეყნიდან. ჯერ საკუთარი სახლიდან და მერე ქვეყნიდან. და თქვენი შვილები, ბოზიშვილებო, გახარიას მიმართავ აქედან და მის ტრაკილოკიებს აქედან საფრანგეთში ყიდულობს 1,5 ევროთ იმას სასახლის და იქ ცხოვრობს. და იმაზე არ ვლაპარაკობ, მე აქ რო სხვა ქვეყნის მოქალაქე მისწავლოს პანსიონატში და განვითარდეს და ასე შემდეგ წავიდეს წინ და რაღაცები აკეთოს, ისინი კიდე რა ჯდება? ალბათ ორი სახლის ხედა. და ეს დედამოწყლული ღარიბაშვილი ჩარტერულ რეის ქირაობს, ჩერეს მისი პენსიონერი მამის ემითი, რა ქვია, ტრაკით რო აქედან პირდაპირ ადგეს და დავაი ნახვი გააკეთოს ჰამბურგამდე და ჰამბურგამდე პირველი კლასის ბილეთები შეუკვედოს და ისე გადაბრინდეს ამერიკაში. ჩვენ ერი ვართ, ჩვენ ერი კი არა, ჩვენა ვართ გაჩათლახებული საზოგადოება. აი ამ ყველაფერს რო ვითმენთ. და მეორე გამოსახლება იყო დაგეგმილი 2008 წლის ომის ვეტერანს ასახლებდნენ ქალბატონს. და იცოდნენ, რომ ძალიან დიდი ამბავი მოხდებოდა აქედან, მქონდა კიდევაც დაგეგმილი საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ღონისძიება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ამას არ ვმალავ, რომ მე ვმოქმედებ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არა ქართველი ერის წინააღმდეგ, არა ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, თუ სადმე დარჩენილია ესეთი. არა, მე ვმოქმედებ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ესენი არიან ტირანები, ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის იდეური ოკუპანტები. სადაც მე ამათ წავეწევი, ყველა ადგილზე მე ვიქნები ის კაცი, რომელიც ამათ გაანადგურებს. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. ამიტომ წარმოუდგენელია ხალხო
ბავშვი გალახული, გამოგდებული ქუჩაში, 2.800.000 კაცი ემიგრაციაში წასული და ესენი კიდე ეს თავხედი ღორი შვილები აქ ბიზნეს მართავენ საქართველოს მოსახლეების კისერს და ვინ აკეთებს ამას? ამას სხვა კი არ აკეთებს. აი რა ფაქტებს დაგისახელებთ აგერ. აც მოძრაობასთან შეკრული და მერე ქართული ოცნების საჯდომში ამოსული ლელა ჩიქოვანი, იგივე ლელა სოხაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იზორიადან დაწყებული, ვისთან არ იყო რო იცოდეთ, აგერ გერეუს კადრია ჩვეულებრივი, ამერიკელებს აჯერებს რომ მაგათია, მაგრამ სინამდვილეში არის გერეუშნიცა რა, ჩვეულებრივი კობა კობალაძის უკამლის მყნოსველი რა, იმაზე კიდე ცალკე ვილაპარაკებ. როცა ვეტერანს ასახლებენ სახლიდან ერთ განცხადებას არ აკეთებს ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობაია კობალაძე, რატო გააკეთებს? იქ თბილად უზის, იბუდებს იმას, იქ ტრაკი და სულ ერთ ადგილზე კიდია ვეტერანი ხოლაზე ქუჩაში თუ დარჩება, რამდენი ვეტერანია, გამოსახლების პირას მყოფი რამდენი ვეტერანი არის, გასული ქვეყნიდან იძულებით რამდენი ვეტერანი მოკლა კიდე ამ ხელისუფლებამ. კობაია კობალაძეს ეს არ ანაღვლებს, ისე როგორც არ ანაღვლებს მის სულიერ და ეგრეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ რო უზის ლელა ჩიქოვანს. რატო ვლაპარაკობ ამას? ჩვეულებრივი მევახშეებთან ეგრეთ წოდებული გარიგება აქ დადებული, უпростоრად გარიგება კი არ აქვს, ჩვეულებრივი მევახშეების ხელით მოძრაობს ეს ქალი და უამრავი ქონება შეძენილია, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული და მერე რა თქმა უნდა ამათ მას შეუქმნეს ფინანსური პრობლემები, ჩვეულებრივი როგორი ეკონომიკური მახეები დააგეს იმის გულისთვის რომ ქონება ხელში ჩაეგდოთ და გახდა ადამიანი შემოსავლის გარეშე და ამან ადგენა მიითვისა ის ქონება რო იყო მაგალითად 50,000-ს გადაიხადა $10,000 და გაფორმდა ეს ყველაფერი ხაზარაძის ბანკით და დამთავრდა დაესვა ბეჭედი და გახდა ქონება ლელა ჩიქოვანის. აგერ პატიოსანი ადამიანის რო იყო რა, რომ მოყვებოდა მისი ბებიიდან, დედიდან, ბაბიდან. აი ესეთი ქონებები პირდაპირ გადაუვიდა ამათ საკუთარ იმაში და რო გადახედოთ რა, ვინ არის ეს ლელა ჩიქოვანი? სახლები ამერიკაში, სახლები რუსეთში, სახლები თბილისში, სახლები ქუთაისში, სახლები ბათუმში და ყველა ესენი არის ახალი მშენებლობები. ან ისეთი ნაგებობები, რომლებიც მინიმუმ რო დაინგრეს 100-200,000-ის შემომტანი რო არის მისი კერძო მფლობელისთვის. ძალიან სიღრმისეული თემები, ახლა ამაში რო ჩავიძირო მე ძალიან დიდ დროს წამართავს და შეიძლება ფართომასისთვის არც იყოს ეს დიდად საინტერესო, მაგრამ საქართველოში როგორ არის, იცი, როგორც წესი, სანამ ჩვენ ეს ყველაფერი არ შეგვეხება, სანამ ჩვენ თავზე არ გადაგვივლიან ამ პრობლემით, ხო, მანამდე ჩვენ არასოდეს არ დავინტერესდებით რა. ამიტომ ქართველ კაცს დღეს აქ იმის პრობლემაა საკუთარ სახლში იყოს პატრონი და საკუთარი ქვეყნის პატრონი როგორ იქნება? ქართველი კაცი თავისი ქვეყნის პატრონი ვერ იქნება, ის ელემენტარულად იმყოფება უდიდესი წნეხის ქვეშ, უდიდესი პრობლემის ქვეშ იმყოფება და ასეთ რაღაცეებს რო ვაწყდებით, ასეთ რაღაცებთან რო გვაქვს სერიოზული პრობლემები, ასეთ რაღაცებზე რო ვდუმვართ, ეს აძლევს ზუსტად ლეგიტიმაციას ხელისუფლებას გააკეთოს უფრო ცუდი და ცუდი. აი მე მაგალითად გული მტკივა ამაზე, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მე რასაც უყურებ, ამ პრობლემით დაკავებულია ისეთი ადამიანები, რომლებიც აი გაცვეთილები არიან პოლიტიკურად, ან საერთოდ უღირსები არიან, აი მაგალითად ვინ უნდა წავიდეს ახლა ხაზარაძის წინააღმდეგ რა, ვიღაცა აი ნარკომანიის ლობირებით რო იყო დაკავებული ის ხუჭუჭტმიანი რობინზონ კრუზოს გამოსცილებული მის სახელიც არ მახსოვს, ახლა თურმე აღარაა ეს თემა აქტუალური და გამოინაცვლა აგერ მევახშეების წინააღმდეგ. სინამდვილეში ამ კაცს არ აწუხებს რა, ბევრი ვიცი ესეთი ვინც თემებით თამაშობს, მოსახლეობის აზრით თამაშობს, საზოგადოების აზრით თამაშობს და ეს რატო იცი? იმიტომ რომ საზოგადოება არ არსებობს. იმიტომ რომ ხალხი არ არის თვითონ გვერდში მდგომი, სოლიდარული აღარაა საზოგადოება. უმოჯობესია თვითონ წავა ემიგრაციაში და დაკარგავს სახლს, ვიდრე მის ნათესავს, მის მეგობრებს, ბარს, მის მეზობელს დაუდგება გვერდზე. და რა თქმა უნდა, ასეთმა არსებობამ, ასეთმა აზრში არსებობამ პოლიტიკური რაობის დაუშვა ის, რომ აი ეს უსინდისოები, აი ეს უნამუსოები ხელში იგდებენ ძალაუფლებას და ასახლებენ ქართველებს ჯერ საკუთარი სახლიდან და მერე კიდე საკუთარი ქვეყნიდან. და ეს არის რომ იმკვიდრებს ამ მიწას და ამ ტერიტორიებს სხვები და მერე მიდის ვაჭრობა ამ ტერიტორიებით, ამ სახლებით და ჩვენი ძირძველი სამშობლოთი. აბა რა უკრა ჩვენ ქართველებს არ გავჩენილი ვართ ჩვენ როგორც ერი და ეთნოგენი სხვა ტერიტორიაზე, ჩვენ ერთი სახლი, ერთი კარი, ერთი მიწა გქონდა და ყველა მიცოდა რომ ქართველი კაცის მიწა იყო საქართველო. მაგრამ ესენი ამას ებრძვიან და უახლოეს მომავალში ქართველი კაცის და ქართველი ერის სახლი იქ აღარ იქნება.
დღეს ეს ქალი ეს ვეტერანი ვერ გამოასახლეს სახლიდან, მაგრამ უთხრეს მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმაზე რაც მაგანი ლაპარაკა იმაზე მეტი მეო ამდენი წელიწადი ვიმსახურე ამ სისტემაშიო მარჩენად დაკარგული ვარო არ შვილების დედაო და ძალიან კარგად გავიცანი სამწუხაროდ ეს ჩამპალი სისტემაო ამას რო იტყვის ვეტერანი იქ უკვე დასრულებულია სახელმწიფო იქ სახელმწიფო აღარ არსებობს ხალხო და აქამდე თუ ივანიშვილის ხელისუფლება იმითი იპრავებდა თავს რომ კარგი ტიპები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმს ჯობდნენ ისე არ ექცეოდნენ ხალხს როგორც სააკაშვილი ექცეოდა დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია დღეს უბრალოდ ეს ყველაფერი არის ეკვივალენტურად თანასწორი სააკაშვილის რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შედარებითი ფორმები პრობლემა არ არის აგერ აქ სასამართლო რომელშიც ყავს მურუსიძე დღეს თუ ვინმე სახლი მოეწონება წაართმევენ და მურუსიძე დაურტყამს ბეჭედს და ამით დასრულდება ყველაფერი მე კიდე აქედან ნებისმიერ თქვენგანს ვეუბნები რომ ხვალ თუ არა ზეგ თუ არა მაზეგ თქვენთვის ეს პრობლემა დადგება მეთქი გეუბნები იმიტომ არავის არ ჭირდება საქართველოში ძირძველი მოსახლეობა იყოს ქართველი ეს კარგად მოფიქრებული კარგად გადახარშული კარგად გააზრებული თემაა და ქართველი ერის აყრა მიმდინარეობს ლაფარტკით და ლაფარტკიდან და მე იმის სანეხვეზე აი ესეთი მიდგომა ახლა გინ დაიჯერეთ გინ არ დაიჯერეთ რა საქართველოში ქართველ კაცს რო შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება უკვე უმრავლესობაში აღარ არის იმიტომ რომ საქართველოში უმრავლესობაში არის ისეთი გვარები როგორიც არის მამედოვი მე არაფერს არ ვერჩი მამედოვებს მეგობრები მყავს კაცო მამედოვები ძალიან ვაჟკაცი საყვარელი ხალხია და კაი ბიჭები არიან ჩემი თავები შემოევლოთ მაგრამ საქართველოში უნდა იყოს ქართული გვარები მეორე მესამე მეოთხე და მეხუთე პოპულაციით და მამედოვი ასე უქნა პირველ ადგილზე იყოს აზერბაიჯანში ვისაც გული დაწყდეს იმის დედავატირე მაგრამ მე პირადად ხო საქართველოში რომ მაგალითად აი თუნდაც ხეიძეებს, თუნდაც გვიტინიძეებს, თუნდაც ყობალაძეებს, სიტყვა მე ჯინი კი ამჩის კაცო გვარების, თუნდაც ყობაიძეებს, თუნდაც ორბელიანებს, თუნდაც ბაგრატიონებს, აი ამ გვარებზე იქეთ რო კიდე გადასულია და ბიჭო პირველი გვარი და მეორე რო არის მამედო მე ძმაო ეს არ მსიამოვნებს. მე არც ისა ვარ ჰომოფობი ვარ, არც არატოლერანტი ადამიანი ვარ, მაგრამ მე მაგ ჩემი ეროვნული ინტერესები, მე ვალდებული ვარ ვატარო ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს. ვიღაცა ხო უნდა ამაზე ზრუნავდეს. და როგორ მოხდება ქართველი ერის ინტერესების გადაწყვეტა ქართველი ერის ინტერესების შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდება უმცირესობაში მის ტერიტორიაზე და იქ რამდენი შრია არსებობს მოსახლეობის აზრზე ზეგავლენის, დაპრესვის, გადაგვარების, აზრის შეცვლის და ასე მანიპულაციის კიდე ეს ცალკე თემა არის. სადამდე მივდივართ მე ვსვამ ამ კითხავს დღეს აი ვეკითხები იმ სახალხო დამცველს ხო, სახალხო დამცველს ვეკითხები. აი იმას რა, ალიკო ყლელისაშვილის ის რო არის, როგორ თანაპარტიელი იოსელიანი, ქართული ოცნების შემომწირველი, ესეთი უფრო კარგი ფორმულირება. ყველას უფლება აქვს, რაც უნდა, სადაც უნდა იქ გააკეთოს თავისი შემოწირულება და კონდეს ისეთი პოლიტიკური გემოვნება, როგორიც სურს რო კონდეს, მაგრამ ქართველი ერის მოტყუების უფლება არავის არ აქვს. ამ სიცრუის დანერგვის უფლება და ამ ბალღამზე თავისი იდეოლოგიის აღმოცენება ანტიქართულის ამის უფლება საქართველოში არავის არ აქვს. ეს დასჯადია კანონით, დასჯადია ღვთის წინაშე და დასჯადია ერის წინაშე. ჩვენ ქართველებმა ამ ტერიტორიაზე არსებობა გადავწყვიტეთ ჩვენი ერის გენის და უფლის ნებართვით და ამას რო ვინმე შეეწინააღმდეგება, ეს არის მტრობა, როგორც უფლის წინაშე, ისე ჩვენი გენის წინაშე და ისე ჩვენი კანონის წინაშე. ხალხო, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოცემულობაა რა. აი ეს ქართული ოცნების შემომწირველი იოსელიანი გვარად ნაბიჭვარი. რატო დუმს იმაზე, რომ აი პატარა ბავშვს, მცირეწლოვან ბავშვს ზამთრის თვეში ქუჩაში ასახლებენ წიხლით, ბარგალკით ჭრიან კარებს და მომწამლავ აირს ასხამენ რესპირაციულ სისტემაში. რატო დუმს ამაზე ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველი გამცეს ხმა და იმაზე ხო არ დუმდა მისი პარტიული შეფის ალიკო ყლელისაშვილის ბოზანდა რადიშვილი რომ მიიყვანა და იქ მის მოადგილედ დანიშნა. ამისთვის ხო ქონდა დრო? ჩვეულებრივად ეს არის რა ისეთ ფაქტს არ ვლაპარაკობ რო არ ყოფილა? სანამდე აქედან ელისაშვილის დედისტრაკის გინება არ დავიწყეთ 24 საათი მანამდე მისი დიშვილი არ წაიყვანა იქ დედიმისის უკანალში და არ გააძვριნა იმ უწყებიდან.
მაგრამ რომ მიხვდა რომ ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებდით, მე რადგა და მიაღებია ეგ გადაწყვეტილება და როგორც დანიშნა, ისე გაიწვია უკან და გადამალა, მაგრამ ეს ხო არ აპრავებს ამ დედამოწყუნლებს. ეს ხო არ ცვლის ამათ ხასიათს, ამათ დამოკიდებულებას სახელმწიფო საკითხების მიმართ. და ადამიანი, რომელიც ამას იკადრებს, ჯერ ხელისუფლება ხო არ არის სახალხო დამცველად ყოფნა, არის რაღაცა ინსტიტუციის სისტემაში ყოფნა და გარკვეული ძალაუფლების და გავლენის სასურველია, რომ კონდეს საზოგადოებაზე გავლენა და ნდობა. მაგრამ პრეტენდირება რა ამათ პოზიციაში. რა გააკეთეს ამგენმა? ამგენმა ჯერ არ იყვნენ იქ მოსული და დამჯდარი და ჯერ არ ქონდათ ბერკეტი ხელში მიცემული ნეპოტიზმით გარკვეული სისტემა და ვიღაცის ბავშვი შეეცოდება იქ რესპირაციულ სისტემაში, რომ პოლიცია იმას შეასხამს, რა ქვია, აირს შეასხამს. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ ნებისმიერ თქვენგანს, რომ სახალხო დამცველი ამაზე დუმს და ხმას არ იღებს ამაზე? სახალხო დამცველი ბიჭო რო ვიყო, გამოვიდოდი ძმო, ღმერთმა დამიფაროს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს რა, მაგრამ გამოვიდოდი ქუჩაში, დავდგებოდი იმ ოჯახის კარებთან, მე რო დამჭირვებოდა კარავს გავშლიდი იქ და იქ დავწვებოდი, როგორც ერთგული ძაღლი საკუთარი ერის ფეხებში. რომ ვინმეს არ შეეწუხებია. აი ამას ნიშნავს სახალხო დამცველი. და არა იმას ივიარო 9 მილიონიანი ჯიპით და ტრაკი უკიცინო ქართულ ოცნებას, მაგრამ შენ იოსელიანო, მე შენ დედა შევეცი, შენგან კაცობა სხვანაირად გაგებული ვერ იქნება, იმიტომ შენ თავიდანვე მეტრაკე იყავი ქართული ოცნების მის აქციელში, აგერ მცხეთასთან მამა შენის ნაყიდი ძაღლმა ჩააჯვა მამა შენ საფლავში, შენი დედა მოთხან კუპონებზე რო იყიდა მილიარდების ქონება. ჰესზე მაქვს ლაპარაკი, სადაც ტურბინები ტრიალებს და ქართველი ერი ამ ყველაფერში ფულს იხდის თუ არა და აგერ რუსეთის დახმარებით ხან თურქეთში და ხან სადარ გადის და იყიდება ქართული ენერგეტიკა. და შენი ძმა არის დღეს იქ ჩამჯდარი, შენ ნაბოზვარო, შენ გააკეთებდი იმ ბავშვის დასაცავად რამეს? შენ არ გააკეთებდი იმის დასაცავად რამეს? იმიტომ რომ შენ ღირსებაში და შენ სიმდიში ესეთი რაღაცა არ ზის. მე ამიტომ გეუბნებით, მე მექნება დიალოგი მილაძესთან ერთად, ჩემ მეგობართან, რომელიც გამოსახლების დროს იქ იყო და კიდე ცალკე მექნება ამაზე დეტალური საუბარი. მე ასე ამ ყველაფერზე უკან არ დავიხევ, თქვენი ნიღბები ბოლომდე არ ჩამოუხსნა, თქვენ აძირლებო. როგორ შეიძლება ამას კაცი შეეგუოს? როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში იყოს ტოლვილი? როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში იყოს გაწირული? და ნებისმიერი ქვეყანა შენ მოსახლეს წიხრო დაარტყამს და გამოაგდებს და გააგდებს იმას რა უნდა მოთხო? შენი სახელმწიფო, შენი ხელისუფლება, შენი სამშობლო გექცევა ასე. და დღეს თუ 2 წლის ბავშვი გამოაგდო გარეთ, ხვალ ვეტერანს გამოაგდებს გარეთ, რომელიც იბრძოდა და 8 წელი აქვს, პირდაპირ 8 წელი აქვს სახელმწიფოზე სამსახურის ყველაზე რთულ ფორმაში გაღებული, როცა ბევრი იმალებოდა. აი რატო არის სოციალური თანასწორობა, იცი? უთანასწორობა, იცი? ადამიანი, რომელიც იმალებოდა, მაშინ როდესაც სახელმწიფო სჭირდებოდა და მაშინ როდესაც სახელმწიფოს სჭირდებოდა სიცოცხლის მიცემა, ხო? აი ისინი, ვინც თავს დებდა და იცავდა სამშობლოს, დღეს საკუთარი სახლიდან გამოგდებულები რჩებიან და ის პროჭები, რომლებიც წოვდნენ სის სახელმწიფოს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ომი იყო, ქვეყნიდან გარბოდნენ აზერბაიჯანის გავლით და ქონებებს ყიდულობდნენ უცხოეთში, დღეს კარგად გრძნობენ თავს. აი მაგალითად ლელა ჩიქოვანის შვილი ამერიკაში აქვს ბიჭო ქონებები ნაყიდი ამ მევახშეობებით და გარიგებებით და მამაზაღლობებით. თორნი ვიღაცა თორნიკე ჩიქოვანი 25 წლის ნაბიჭვარი, რომელსაც ჯარი არ აქვს მოვლილი, ყველა თანამდებობაზე დასვა დედამისის საშომ უпроსწორად რა, წარმოუდგენელია თქვენ რომ იცოდეთ აი ვინ კურირებს ამ მევახშეებს რა, ეს არის ქალი, რომელიც მაიორიდან გახდა გენერალი. წარმოუდგენელია ესეთი სუბორდინაციული და დაწინაურება ჯარში, ესეთი რაღაც არ არსებობს არც ერთი ქვეყნის, არც ერთ სამხედრო თუ სამოქალაქო სისტემაში, რომელსაც სახელმწიფო ქვია. არ შეიძლება ესეთი კარიერული და წარმოუდგენელია, რომ მაიორიდან, თანაც პოლიციის მაიორიდან სამხედრო უწყებაში გახდა ბრიგადის გენერალი. ასეთი რაღაცები ხდება როგორ ქვეყანაში, იცი? სადაც არც ჯარია, არც პოლიცია, არც სახელმწიფოა და აი აფრიკული ისინი როა ტომები ერთმანეთს რო ჭამენ და რუსეთი რო იარაღს ყიდის და ბერეტებს რო დაიხურავენ თავს და დიდი ვარსკვლავები რო ადებთ და გენერალი როა იქ პრეზიდენტიც და ეს ყველაფერი.
აი ესეთი რაღაცეები ხდება მარტო იქ. აი ეს აფრიკულ სახელმწიფოებში და იქაც არსებობს წესრიგი ამაზე მეტი რომ იცოდეთ. იმიტომ რომ პატივისცემა არის თუნდაც ტომობრივი აზროვნებით გაგების. ამათთან არაფერი წესი არ არსებობს რეგულაციის. ამათია ეს არის, როგორ იცი, აი ტურები რო დაერევიან დაუძლურებულ ლომს და ზოგი ბარკალს გლეჯს და ზოგი ყელს უღებს რა. არწევი ვნახე დაჭრილიო ვაჟამბრო და ესეთი რაღაცაა რა. დაუძლურებული, გამოფიტური, გამოფატრული სახელმწიფოს მაგვარი ხალხი, იმიტომ ერად არ შეიძლება ჩვენ ჩავითვალოთ, ჩვენ დავკარგეთ ყველა მანიშნებელი, რაც ერთს გქონდა. და ეს ამდენი ტურა ტაბაკი რა, იმაში რო აქვს, რედიად კიპლინგს რო კარგად აქვს რა, აღწერილი იმაში მაუგლში. ხო? აი, როგორ არის, ტურა ტაბაკი გაიძვერა, ნაძირალა. მოდის და თავისი შხამიანი, გესლიანი კბილებით, ცოფიანი კბილებით ასუსტებს და ანადგურებს სახელმწიფოს. აი, ამდენი ტურა ღვარძლიანი ტაბაკი. და ამ სიმართლის თქმა იკრძალება საქართველოში. ეს ასე თუ გაბედი და გამოდი და თქვი დედას მოგიტყნავენ. ან თავზე დაგესხმებიან, ან დაგიჭერენ, ან ჩოკოლადი. იმ წუთას არა, მაგრამ ხვალდაზე კანდიდატი იქნები მაგ ყველაფრის. აი ამის თქმა მინდა ზუსტად მე ვარეორი აქედან სულ არ მაინტერესებს რა ვინ რა სიტყვით რა ფაქტის სახეზეა რა 2.800.000 კაცი არის გაპანღურებული ქვეყნიდან და ამ 2.800.000 კაციდან თუ ყველა არა 50%-ზე მეტი რო დამეთანხმება ამ გამოსვლაში დარწმუნებული ვარ რა ხრმად ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ ძალიან ბევრ წერილს ვიღებ ძალიან ბევრი შეთავაზება მაქვს და ძალიან ბევრს ვეკონტაქტები აქ ემიგრაციაში ადამიანებს ეს ხალხი გამწარებული ხალხი, გაბოროტებული ხალხი არ არის, მაგრამ გამწარებული ხალხი არის. იმიტომ რომ წარმოუდგენელია რა, ესეთი დაფასებული ადამიანები, როგორც არიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც წარმატებულები არიან ამერიკის, ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში, იგნორირებულები, მოშორებულები, გაპანღურებულები ქვეყნიდან. ქვეყანაში არ არსებობს სოფლის მეურნეობა, რომელიც პროდუქტ შექმნის. ვინ მიუშვებს ქართულ ეკონომიკას აღორძინებამდე? ქართული ეკონომიკა რო აღორძინდეს, იქ რამდენი ელემენტია საჭირო, ხო? მე კი თქვი თავშივე, მე არა ვარ ეკონომისტი და რა თქმა უნდა სიღრმისეულად ამ ყველაფერს არ წავყვები, მაგრამ როდესაც შიდა პროდუქტი არ იქნება, როდესაც ქვეყანა შემომტანია სასიცოცხლო ორგანიზმების, ისეთების, რომელზეც მარაგები კეთდება ქვეყანაში და არსებობა მიდის, გინდა პური იყოს, გინდა ის იყოს, გინდა ის იყოს, გინდა ის იყოს. რომელ ეკონომიკურ განვითარებაზეა ხალხო ლაპარაკი, კიტრი და პამიდორი რო იყიდეს თურქეთიდან და რო არ იყიდონ კიტრს და პამიდორს რო ვერ შეჭამს მთელი ქვეყანა. თურქეთმა რო ბაზარი გააჩეროს, შემოტანი. საქართველოზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ფარცხანაყანებიდან მარტო მთელი მას რუსეთს ამარაგებდა. რა დონეზე გაგვიჩერდა შიდა პროდუქტის წარმოება უბრალო მოთხოვნილების დონეზე, რომ საკუთარი მოსახლეობის მარგადაც ვერ გამოუდგებით. სად უნდა შეიქმნას ეკონომიკა? ვინ უნდა შექმნას ეკონომიკა? ერთი ვაშლის და მწვენების ქარხანა ვერ გააკეთეს გორში, ამ დედამოტყულებმა ივანიშვილი რომ 100 ქარხანას რო გვპირდებოდა, გუგუნობს ქარხნები ფრთხილად იყავით შიგნით დასაქმებულებმა. ეს ხო ნორმალურია ამაზე ლაპარაკი. მე ევროპული ღირებულებები, ევროპული გადასახედი წადით ბიძია და ნახეთ აგერ საფრანგეთის ნებისმიერ რეგიონალ ლოკალურ მასშტაბზე ნახეთ. ლოკალურ სოფელი და დიდი ცენტრი და თუნდაც 5-6 სოფელი. არ არსებობს იქ რო დიდი ქარხანა არ გუგუნებდეს, არ არსებობს რომ დიდი წარმოება არ იყოს. თუ მძიმე წარმოება არა. და ჩვენ საქართველოში რა გვჭირს? მინერალური წყლების იმაზე ვზივართ საბადურზე და იმის ტრაკიც არა გვაქვს აღმოსავლეთის ქვეყნებს მინერალური წყლები მივაწოდოთ. ვის მიაქვს, ვის ჯიბეში მიდის ეს ყველაფერი? გამსახურდიას დროს ამისი მატერიალური შესაძლებლობა არ იყო, რომ ჩამოესხათ მინერალური წყალი, თორე არაბული ქვეყნები 1 ლიტრა იმაში ბენზინში 1 ლიტრა წყალს ცვლიდნენ. აი ესეთი იყო მოთხოვნა.
არ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს მეხსიერებიდან ეს ყველაფერი და გამსახურდიას ვინმე კორუფციაში ბრალს ვერ დადებს რა. პატრიოტი კაცი იყო, მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური იყო. სადაც ასაწყობი იყო ყველაფერი, წყლის ქილის ჩამოსხმა კი არა. და მან ეს მატერიალურად მაშინ ვერ მოახერხა. ეს ნორმალურია, ამაზე მსჯელობა და ეს დედამოწყლები ამგენმა კაცი გაგარენი კოსმოსში გაფრინდა, მაგის დედავატირე. და ქართველებს უმალავენ ამას ყველაფერს, როგორ კეთდება და რანაირად კეთდება და შავ ბაზარზე როგორ ვაჭრობენ ქართველი ხალხის ბიუჯეტით და ქონებით, წიაღისეული და შმაკმაიცის. და ამას არ ჯერდებიან. წყალზე რო არაფერი არ ვლაპარაკოთ, კაზრეთში მთელი ისინი ააფეთქა. ის ისტორიული ძეგლი რო ააფეთქა დედამოწყნულმა ივანიშვილმა, ამაზე არ ვლაპარაკობ, კიდე ეს ცალკე კრიმინალური დანაშაულია, მაგრამ კაზრეთიდან რო პირდაპირ გადის ქონება რუსეთში, ქართული ოქრო. რა უნდა გაიტანონ, ამაზე მეტი ზვირფასი ოქრო გააქვთ, ხო? პირდაპირ რო აზის რუსული მიმართულების როჟები. მე რა უნდა ვთქვა ამაზე მეტი? შო დამთავრდა ეს ეტაპი, ამოწურულია და მიმდგრები არიან, აი საცხოვრებელი სახლი დარჩა ქართულ გაზ და იქიდანაც ასახლებენ. რა იმპულს გადახდა არ უნდა, ფული რო აიღე, ის ფული ხო უნდა გადაიხადო. მერე კანონები ერთი სახლი როა კაც და იმას ადებიებ ბანკში და იძულებულს ხდი ისეთ მგლურ გარემოში, სადაც საქართველოა ხვალრითი რო გაითენო არ იცი. და რო იცი რომ თუ ხელი მოაწერია იმას რო უეჭველად დაკარგავს, თუ სახელმწიფო ჩაერია მithumetes და იქ ინტერესიდებს ვიღაცა გველის. ამაზე რო არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. მერე კანონები აგერახართ და გადაწყვიტეთ რა. ნებისმიერმა თქვენგან ეს დიდი ხანი არ გასტანს. ქართველი ერის ამოძირკვა ზირძველი მიწიდან ეს აღარ არის უკვე მაინდამაინც დიდი ხნის ამბავი. ქართველებს დარჩა ძალიან ცოტა. საქართველოდან გასასახლებელი არის 800,000 შრომის უნარიანი ქართველი. და всё დასრულდება ყველაფერი. მერე საერთოდ ვეღარ შეძლებს. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დარჩება ინვალიდები, დარჩება ბავშვები, დარჩება ქალები და შრომის უუნარო ადამიანები. ის 800,000 ქართველი, რომელიც დარჩენილია და შრომის უნარიანია დღეს ქვეყანაში, დამოკიდებულია, დაყოფილია და დაგსაქსულია. ეს არის ადამიანები, ვისაც აქვს ჯერ კიდე უნარი გამოხატოს თავისი პოლიტიკური რეაქციები. მაგრამ რამდენი პრობლემების ქვეშ იმყოფება, იცი ეს აზრი? აი იმ 800,000 ქართველის აზრი, რომელიც შრომის უნარიანია, იმყოფება ტერორის ქვეშ, იმყოფება შიშის ქვეშ, იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეწოლის ქვეშ, იმყოფება უშიშროების სამსახურების ზეწოლის ქვეშ, იმყოფება მუნიციპალური ზეწოლის ქვეშ, იმყოფება თავისი პირადი დამსაქმებლის ზეწოლის ქვეშ. აი იმდენი შრე არის ამ აზრის მანიპულირების და გაწურვის და გაუბედურების მაგაზე რო ვილაპარაკო და შეიძლება იმ 800,000 კაციდან 15 კაცი ვერ მონახო, რომელიც იტყვის, რომ თქვენი დედა შევეცი ჩემ ქვეყანას ანგრევთ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არავის არ ვამტყუნებ ამ სიჩუმეში. ძალიან რთულია ხმა მოიღო, მაშინ როდესაც იცი, რომ ასეთი სისტემა არის შექმნილი. და შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. იმიტომ რომ შენ ეს დაგაჯერეს, რომ შენ ვერ შეცვლი. შენ ესეთი გაგხადე, შენ არ იყავი ესეთი, მაგრამ შენ გითხრეს, რომ შენ ესეთი უნდა გახდე. და დროთა განმავლობაში შენ ეს ნორმად მიიჩვია, იმიტომ საზოგადოებრივმა შეგნებამ სხვა ინდიკატორი და სხვა მოთხოვნა ვერ აჩვენა. ეს არის რეალობა, ეს ამძიმე შედეგია, მაგრამ ეს არის შედეგი იმისი, თუ არ ვიცი, ახლა მე ტექნიკურად აქ ვერ ვანახებ იმ კარებს, იმ საცხოვრებელი სახლის კარებს, ბარგალკით რო აუჭრეს პატარა ბავშვს. ამ მოღალატეებმა და მე რო აქ გამოვადა იმას ვიტყვი, რომ გაეროს მონაცემებით ბავშვების დაღუპული ბავშვების რაოდენობა, შიმშილით დაღუპული ბავშვების რაოდენობა 300-დან 800-მდე გაიზარდა წელიწადში, ვიღაცა დედამოწყლული გამოვარდება და იმას მეტყვის, სად არის ერთი მანახე შენ ერთი შიმშილით დაღუპული ბავშვი საქართველოში? აი თქვენ აბიჭურებო, სად არის რა?
ბარგალკით რო ჩეხავთ პატარა ბავშვების საცხოვრებელ კარს, მომავალს რო უსპობთ და მარტო ისეთ ტიპებს რო აძლევთ მომავალს, როგორც ლელა ჩიქოვანის შვილებია, სესიაშვილის შვილებია, გომელაურის შვილებია, ღარიბაშვილის შვილებია, დედა მუტყულიოვანიშვილის შვილებია, აი მიტო არის ქართველი ერის ყოფა სულ მარადიული კითხვის ნიშნის ქვეშ. გაუბედურებული და კიც არის და კიც იქნება ასე. ვერ მანახებთ თქვენ მე ვერც ერთ წარმატებულ სპორტსმენს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც მეხოტბი არ იყოს, ან ნაცური ხელისუფლების, ან კოცური ხელისუფლების. ვერ მანახებთ თქვენ მე ვერც ერთი კულტურის წარმომადგენელს. ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც წინააღმდეგი იყოს დღევანდელი კოცური ხელისუფლების თავისუფალი აზრიდან, რომ ნაცები არ უნდადეს ხელისუფლებაში. კი, მოინახებიან ესეთები. ერთმანეთს რო ეომებიან გავლენების გულისთვის, მაგრამ ქვეყნის გულისთვის რო ომობენ, ესეთებს ვერ მანახებთ. იმიტომ არ მოინახებიან, რომ ამ ქვეყანაში გაუკუღმართებული გაგება შეიქმნა და აღქმა პოეზიის, ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების, თეატრის და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად გეუბნებით რა, ყველა ინსტიტუტი, რამაც საზოგადოება უნდა გააძლიეროს და შექმნას დანგრეულია. აღარ არსებობს. მუსიკოსად ქვეყანაში და მომღერლად ითვლება ვიღაცა პედერასტი ანრი ჯოხაძე და მეპირე ნინი ბადურაშვილი ნარკომანი დედამოწყნული, რომელიც 24 საათი ესენი თავის ანსამბლეაში ზიან ქართული ოცნების პროპაგანდონურ ტელევიზიაში და ვიღაცა მეტრაკე ნოე სულაბერიძესთან ერთად ეგრეთ წოდებულ სიახლეს გადმოსცემენ ბრჭყალებში მოდის და ბრჭყალებში დიდი ბომონდის, რომელიც თითქოს და ღირებულება ამ მათხოვრად ქცეული განადგურებული მოსახლეობის. აი ეს არის ამათი ცნობადი სახეები მუსიკისა და ტელეკულტურის სფეროში. და ლიტერატურაში ყავთ ვიღაცა მასხულია გიორგი, რომელსაც ვერ გაუგია ქალია თუ კაცია. და როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, მით უმეტეს არ იცის ამ ერმა ბროდიტმა. და ვიღაცა კორეიმა ტორესი თუ მორეიმა ტორესი, არ ვიცი ფსევდონიმია თუ არ ვიცი რა არის ეს, არსება, ეს საზიზღარი მქმნილება და კიდე ის ტიპები საკუთარ დედაზე რო წერენ სექსუალურ ტოლვებს და ამას რო პოეზიას, პროზას და ლიტერატურას უძახიან. ეს არის საქართველოს მწერლობა დღეს. ეს არის და ტელევიზიაზე და ტელეჟურნალისტიკაზე მე არ ვილაპარაკებ არაფერს, იმიტომ რომ ეს ტელევიზია არის ვიღაცა ინგა გრიგოლიას მორდა, რომელიც ჯერ ჟურნალისტიკაში იყო, მერე პოლიტიკაში წავიდა, მერე ჟურნალისტიკაში დაბრუნდა, ეხლა პოლიტიკაშია და ვერ გაუგია პოლიტიკოსია თუ ჟურნალისტია. იმაზე არაფერს არ ვამბობ, პროკურორი რომ მართავს ყოფილი საქართველოს ოპოზიციურ ტელევიზიას გვარამიას სახით და ნიჭიერი ბიჭის სტატუსით რო დადის. ვიღაცა გამოვა და იტყვის, შენ სულ ნეგატივს, აბა მაშინ პოზიტივი მითხარი რა. პოზიტივი მითხარი, რადგან შეიძლება რაღაცის დაყრდნობა და გაღვივება მოხდეს ქვეყანაში უკეთესი. მე ვლაპარაკობ იმას, რაც ალაპარაკოა, ჩვენ ყველა ქვეყანას, წარმატებულ ქვეყანას თავის დროზე ქონდა პრობლემები. და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ყველა განვითარებულ სახელმწიფოს პრეისტორიაში ქონდა განვითარებადი ეპოქა. მაგრამ იქ იყო საზოგადოებრივი შეგნების ისეთი შრეები, რაც იყო საერთოდ აღიარებული მისაღები ფართო მასისთვის და რაც არ იყო. საქართველოში ასეთი სტანდარტი არ არსებობს, რა შეიძლება იყოს მისაღები, რა შეიძლება არ იყოს მისაღები. რაც უფრო დიდი ჩათლახი ხარ, ბოზი ხარ, მაიმუნი და მაღვალაკი ხარ, მით უფრო მისაღები ხარ. დღეს შეიძლება ტელევიზიაში იყო, ხვალ შეიძლება ესეთი მორალით პროკურატურაში მიგიღონ. როგორც გვარამია რა. როგორ შეიძლება ხან პროკურორი იყო და ხან ტელესამყარი. ესეთი რაღაც არ შეიძლება იყოს. წესიერ საზოგადოებაში. იტყვიან, რომ კომპეტენციის სერიოზული რყევა არის და არ შეიძლება ამას ენდოს საზოგადოება. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ შეიძლება პრეზიდენტმა ტელევარსკვლავი მოტყნას, შვილი იყო ლიოსიკიდან და ეს ნორმალური იყოს. მასაში. აღიარებული იყოს მასაში და მისაღები იყოს. არა ვიღაცის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, არამედ საზოგადო პირის ღალატი შეიძლება გაправდეს. სახელმწიფო დონეზე შეიძლება გაправდეს და მე იმღეროს ამ ტელეწამყარმა ანქორა თუ მანქორა და მთელი ერი ამაზე ლაპარაკობდეს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ბედზე იტიროს, ვიღაცა მუწელი სიმღერაზე ილაპარაკებს დილიდან საღამომდე. ან ილაპარაკებს ხელისუფლების მხრიდან შექმნილ
როგორ გითხრათ იმაზე ბარბის ეგრეთ წოდებულ თოჯინაზე, რომელსაც ერთი იმიდან იარუსიდან მეორე იარუსზე გაუშვებს და მთელს ბაყვებში ახედებს და იტყვის მერე რომ თავისი უშიშროების აგდებული სკანდალით ბაბი კირკიტაძის ტრაკი რატო იყო ერთი დიდი და მეორე მდუნდული პატარა. და ხელისუფლებას ასეთი მიდგომა გაუხარდება, იმიტომ უმჯობესია ხალხმა ილაპარაკოს ამაზე, ვიდრე ილაპარაკოს ეკონომიკურ თანასწორობაზე ქვეყანაში. მე ყოველთვის ვილაპარაკობ ამას და ვილაპარაკებ ამას, იმიტომ რომ ჩემი სურვილი არის ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს. საქართველოში ჟურნალისტს, პროკურორს, პოლიციელს რა უნდა მოთხოვო? თუმცა მე მინდა იმ პოლიციელებზე ვილაპარაკო იქ რო ამას აკეთებდნენ ამ კრიმინალს. მაგრამ ამ წუთას მე მინდა სხვა რაღაცაზე გავაკეთო აქცენტი. ასეთ დამხობას რო უყურებს ერისას საპატრიარქო, რომელსაც აქ პირდაპირ მოვალეობა რა, ქუჩაში გამოვიდეს და ფიზიკურად ებრძოლოს მტრებს, ჰერის მტრებს ხალხო. საპატრიარქო დუმს ამ ყველაფერზე. გალახულ ბავშვებზე, ოჯახ დანგრეულ ქართველებზე, წართმეულ გასახლებულ მოსახლეობაზე 2.800.000 ლტოლვილზე ქვეყნიდან, რომელსაც ემიგრანტებს უძახის. ამ ყველაფერზე დუმს და იცით რითი არის დაკავებული? მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გახსნან ეკლესიები, როგორც სავაჭრო ცენტრები, რომ იქ ემიგრაციაში მყოფი ქართველები და კიდე ფული იშოვონ. არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ რა ევალდებულებად ბიბლიის და ღმერთის მორალის და დიდი ჯულის კანონით ამ ყანდურებს, ამ საზიზღარ ადამიანებს. რა ვალდებულებები აქვს. თვითონ ქვეყანაში არ დგებიან ქართველი კაცის ინტერესების დასაცავად. ახლა მე ვლაპარაკობ 41 წუთია და მე მართლა მინდა რომ ისეთ რაღაცა შევეხო, რაც ნეგატიური არ იქნება და პოზიტიური იქნება და რაც ამ უბედურებას შეცვლის. მე ესეთ რაღაცას ვერ უყურებ. დამიწეროთ იქნება თქვენ ან კომენტარებში ან მიმითითოთ მე ხვარძლიან ბორო დაბოღმილ ადამიანს, რომელსაც თურმე მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივის თქმა მსიამოვნებს ზოგის გაგებით, რა არის ქვეყანაში დღეს პოზიტივი, რამაც აიძულა ეს 2024 წლის მონაცემებით 2.800.000 ქართველი წასულიყო ქვეყნიდან. დამიწეროთ თქვენ მითხრათ, იქნება მე არ ვიცი მე რამე მეშლება. მე იქნება მართლა სუბიექტურად ვაზროვნებ. მასეა ძმაო ნამდვილად ბატონი ალექსი წერს. ხო, მაგრამ ჩემო მეგობარო ალექს, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ სხვანაირად. და ჩემი ვალდებულებაა ეს მე ვიკითხო, მე რამე ხო არ მეჩვენება. აქ რო ახერხებს ყველა ამ დუმილს. რო ახერხებს საპატრიარქო ამ დუმილს. ეს მოღალატეობრივი ყანდურული დუმილი, რომლითაც ქრისტე გაიცა, ხალხო. ქრისტე გასცეს დუმილით, ამბურით გასცეს. არ უთქვი არავის, აგერა ქრისტე რა გინდა თუ არა და მივიდნენ და აკოცეს. ყოველდღე იუდას ამბურით კოცნის საპატრიარქო თავისი ჯაღმაიძეებით. თავისი ეგრეთ წოდებული ფსევდოპატრიოტებით, თავისი ეგრეთ წოდებული ფსევდოკონსერვატორებით. საპატრიარქო დაკავებულია 24 საათი ფამილარობით. საპატრიარქო დაკავებულია 24 საათი ერის სდუნებით. და არა თანადგომით და ღმერთის მსახურებით. ამას ვიტყვი მე არ მეშინი არავის. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, დავიბადე ამათ და მოვკვდები ამათ. მაგრამ მე გული მტკივა, როდესაც მე უყურებ, რომ საპატრიარქოს ქურუმები ეგენი არ არიან მოძღვრები და მამაოები. დაკავებულები არიან ერთმანეთში ქონების გადანაწილებით, ძალაუფლების გადანაწილებით, ხელისუფლების მოყვარეობით და არა ქართველი ერის თანადგომით და იმ ბერების მოწამეობრივი ცხოვრების მაგალითის მიღებით, რომელმაც მრავალსაუკუნოვან ტანჯულ ერში და საქართველოში ჩვენი ისტორიული სამშობლო სისხლით მოიტანეს. ეს არაა პათეტიკური სიტყვები. ეს არის რეალობა. და თუ ერი კარგავს ცხოვრების ქართულ სტილს, ეს იმიტომ რომ ბერი კარგავს პირველ რიგში. იმიტომ რომ სამღვდელო პირებს არ სურთ.
გაიზიარონ თავისი ისტორიული მორალი. სხვა დროა დღეს აბსოლუტურად სხვა ბრძოლებია გამოცხადებული სარწმუნოებასთან, მორალთან, ჩვენ ეთნოგენთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც ერთ დონეზე, არც ამათი ეპისტოლე, არც ამათი რეაგირება არ კარნახობს, არ არის გამოძახილი ეს ერის სულიერი ტკივილის და ჩვენი მდგომარეობის. მე როგორ გავიგო, რომ საპატრიარქოში პრეს-სამსახურის უფროსი ვიღაცა ჯაღმაიძე, რომელიც არის ყოფილი მკვლელი და წამოსული რუსეთის ფედერაციიდან. იჯდა იქ იხდიდა სასჯელს, რამდენად სწორად და რამდენად კანონთან შესაბამისად მოიხადა მაგან იქ სასჯელი, ეს კიდე გასარკვევი არის. თორემ ბევრი ადამიანია, ვინც მიდის ამ ცოდვამდე და იხდის და ზის და გამოდის და აგრძელებს ცხოვრებას და იმას თავისი ურთიერთობა აქვს ღმერთთან, მაგრამ როდესაც შენი საქციელი, შენი ავიქმედებები, შენ უკვე არა შენ თავსა და ღმერთს შორის ხდები პასუხისმგებელი არავინ ერის რწმენის და სიწმინდის და ამხელა განცდების და ამხელა რაღაცების, ხო, მაშინ დაინტერესდებიან და გეტყვიან, რომ ბიჭო, შენი შვილს რო ეკლესიის ქონება გადაუფორმე შუპუსუ ყურადღება მიაქციეთ, რა ქვია, იმ ორგანიზაციას ბუნაგში. მე არ არის ეს ჩემი სიტყვა. შუპუსუ ბუნაგი აქვს ჯაღმაიძის შვილს, რომელიც არენდირებს საპატრიარქოს ქონებას ხალხო. მე როგორ უნდა გავიგო ეს ნორმალურად, როგორ უნდა მივიღო ეს მე ნორმალურად. ამხელა ქონება დააგროვა ეკლესიამ გაჭირვებული ხალხის კისერზე და ქომაგობა არ უნდა ჩვენი ერის და ჩვენი საზოგადოების. მეოხი არ უნდა, რომელიც წამებულის გზაზე არის ლაპარაკი, ეს აზიზღრები, რომლებიც იყოფენ დღეს ქართველი ერის ქონებას საპატრიარქოში, ვიღაცა დედაკაცის შორენას და ამ ჯაღმაიძის და კიდე ბევრი არის იქ, ბევრი ნაძირალა არის იქ, გადაცმული ანაფოროში როგორც ქამელეონი. და ამ ყველაფერზე იტყვიან, რომ ეკლესიის მაგინებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვიცი ამათი ტაქტიკა. მაგრამ ეს ხო ის ხალხი არის, ვინც ეკლესიაში ციანიდი შეიტანა. სად არის სიწმინდე? ეკლესიაში სიწმინდე სად არის? საქართველოს ტაძრებში სად არის სიწმინდე? საქართველოს ტაძრებში დღეს არის ციანიდი. და თუ ვინმე ხმას ამოიღებს, ან განკვეთავენ, ან ჩანკვეთავენ, ან ჩაგლეჯავენ, ან იმ ბუნაგში შეიყვანენ და აზიარებენ იმ ბოროტებას, რომლითაც იმორჩილებენ ბარეობს. როგორი დასნებოვნებული ერიც არის, ისეთი დასნებოვნებული ბერი არის. ეს არის ძალიან მძიმე სიტყვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მაგრამ დღევანდელი მოძღვრები ჩართულები არიან როგორც საქმის გარჩევაში, ისე ფულის გაყოფაში, ისე პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგებაში და ასე შემდეგ. აი ეს ის კატეგორია, რომელსაც დავით აღმაშენებელმა და ვახტანგმა ზოგი ეკლესიიდან გაყარა, ზოგს კუსლები დააჭრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყანდურები. ატმიკურ კიტოლა და ჭერმიკურ კიტოლა, კოსტაიაო და დამარხავს იმ თონეში და დააყრიან ზევიდან კაშკას, ისე უნდა დამარხო ხორიშულები ასეთი ბრუტალური მეთოდით. ამათ აქვს დღეს პასუხისმგებლობა აღებული ერზე და ერის სულიერ ცხოვრებაზე და ერის ხორციელ ცხოვრებაზე, მატერიალურ ცხოვრებაზე და ეგენი არიან ზუსტად დღეს ის ხალხი, ვინც გამოდიან და იმაში გრძნობენ მარტო თავის მოვალეობებს, მის სულიერ შვილებს ამერიკაში შეუკვეთონ ჯიპის ნაწილები, თქვენი დედავატილე, თქვენ ხორიშვილები, თქვენ დასაპარსები ხართ ყველა, ნაძირლები ხართ. თუ ვინმე პატიოსანი გამოერია პირველ რიგში თქვენ ჩაკოლავთ, თქვენ მოსპობთ და თქვენ გაანადგურებთ. როდის მერე იყო ქრისტე იმითი ჯიპით დადიოდა, გამოდით, ვიცი, ცხენითაც არ დადიოდა იმ ოპაკაში, ჯორი ნახა პატარა და იმითი შევიდა იერუსალიმში. რატო თქვენ ესეთები არ ახართ? ვინ დაგიშალა თქვენ ფეხიციარული? არ გინდათ ყვატში ყოფნა? მაშინ ანაფოროს ჩაცმა რატო გინდათ? გადაიცვით აბსოლუტურად სხვა საქმის ემსახურეთ. ნორმალურია ესეთი შეკითხვები რო იბადება, ნორმალურია ესეთი აგრესია რომ მოდის თქვენთან მიმართებაში, იმიტომ თქვენ მოღალატე ხართ. თან როგორც იქ სამშობლოსი ცალკე და რჯულის და სარწმუნოების ცალკე.
და ერთმანეთის იმით ხართ დაკავებული, რა ქვია, ჯიჯგნით ხართ ერთმანეთის დაკავებული. ვინ ვისი ჯაღმაიძის არის, ვინ ვისი შორენასი არის, ვინ სიანიდის არის, ვინ ამის არის, ისე კარგად ერკვევით ამ შხამებში და ამ საწამლოებში, კაი მაგარი ქიმიკოსი ვერ გაერკვევა ბიჭო. და იმ ხალხს, იმ გაჭირვებულ ხალხს ვისაც ჭირდება თანადგომა. თქვენ გამოხვალთ, თქვენ დაუდგებით გვერდზე? ერთადერთი რაზე შეიძლება ილაპარაკოს ქართველმა კაცმა, როდესაც თქვენი დახასიათება დაჭირდება, ეს შეიძლება ეს საუბარი წავიდეს უიშვიათეს და ყველაზე კარგად ამსახველ ფაქტზე, როგორ მოეკეცით თქვენ მამა ბასილს. როგორ მოეკეცით ადამიანს, რომელიც რელიგიას იცავდა ნამდვილად ხმალამოღებული. ხო, ეს იყო რომ ჯერ სამხედრო ძალებით შეუვარდით, ისინი არ იყო საპოლიციო ძალები მამა ბასილს რო დაესხნენ თავზე სააკაშვილის დროს და მანქანა დაატაკეს ეკლესიას, თქვენ დუმდით, თქვენ დუმარებას ინარჩუნებდით. თუ ამ ადამიანს სამართლის წინაშე პასუხი ჰქონდა საგები ეკლესიაში წირვის დროს, მანდა მაინც ასეთი ბრუტალური მეთოდებით უნდა მომხდარიყო ეს რიტუალური სანახაობა? რა არ შეეძლოთ ცალკე მისულიყვნენ და ეყვანათ ეს მღვდელი შეეძლოთ, მაგრამ ეს იყო რიტუალი დადგმული. რიტუალი იყო დადგმული მტრის გულის გასახარად. ვინ გამოიძია ეს საქმე ხელისუფლება წასულია? ვინ გამოიძიებს? ივანიშვილი გამოიძიებს ამას? და სურვილიც რო კონდეს დღევანდელ ხელისუფლებას, თქვენ საპატრიარქოს ეგრეთ წოდებულ ფეოდალებს თავზე გადაგახტებათ ვინმე? თქვენ კურირებთ ამ ქვეყანაში ვინ როგორ რამდენი ხანი იცხოვროს და როგორ იცხოვროს. თქვენ ხართ არაოფიციალური ხელისუფალი გაჭირვებული ქართველი მოსახლეობის. თქვენ მოღალატეებო სამშობლოსი რა. გამოათრიეს ეს კაცი, გაასამართლეს მამა ბასილი. სარწმუნოებისთვის მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მამა ბასილი არის დევნილი სარწმუნოებისთვის და ქრისტეს გულისთვის. მე ამის თქმა მე არ მომერიდება და არ შემეშინდება ამის თქმა. მე პატარა ბავშვი ბიჭი ვიყავი, სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როცა ეს ფაქტი მოხდა. მე არ მქონდა არც შესაძლებლობა, არც რეაქციის მიცემა, რომ ამ ყველაფერზე სხვანაირი რეაქცია მიმეცა. და თქვენ დღეს ეგ რო დამჯდარხართ, იქ მამაუებს რო იწვევთ ტელევიზიის ქართული ოცნების პროპაგანდონებო თქვენ რა არ იცით, რომ აი ესეთი რაღაცა ფაქტი მომხდარია? ფაქტი მომხდარია ამ კაცმა სრულიად უსამართლოდ მოიხადა წლები ციხეში და გამოვიდა. რატო? და ვიღაცა იტყვის, მამა ბასილის ნაკურთხი არ არის კანონიკური და ჯაღმაიზის ნაკურთხი კანონიკურია, ბუნაგი რო აქვს შექმნილი და მისი შვილის იმაზე რო აფორმებს ქონებას? ეს კანონიკურია და ეს ნორმალურია? აი ძალიან მარტივად გეუბნებით ამას, ხო არ გადავდივარ იქეთ კგბ-ს ისტორიაში, ვინც თქვენი უმრავლესობა შექმნა მაგს საპატრიარქოში, თქვენ გახრწნილ ღორიშვილებო. თქვენ ღორიშვილები ხართ. კი, თქვენ ყველაზე დიდი მოღალატეები ხართ ქვეყნის. იმაზე ხო არ ვლაპარაკობ, უდანაშაულოდ რო კაცი დახვრიტეს ის ბერი თვითმფრინავის გამტაცებლების საქმეზე. ის ბერი, რომელიც არაფერში არ იყო დამნაშავე, თქვენ რო დუმილი შეინარჩუნეთ. მე ვლაპარაკობ აგე რა, სააკაშვილის ეპოქაზე. სააკაშვილის ეპოქის აქედაც გყავთ თქვენ მსხვერპლები და თქვენ შორის არიან ისეთი ტიპები და ისეთ ტიპებს ხდით მღვდლებად, ვინც ავტომატის ხმარება იცის. მე კიდე ახლა არ ავდგები და არ მოყვები იმ უშიშროების ფაილებში, როგორი გახრწნილობებია თქვენზე. არ მინდა კიდე მოსახლეობას გაუფუჭოვეს, არა ქვია, წარმოდგენები, თქვენი იმედი და თქვენი ნდობა ვის უნდა გქონდეს. კაც არა აქვს თქვენი ნდობა და ღმერთს უნდა გქონდეს თქვენი ნდობა. თქვენი დედავატირე თქვენ ახართ ჩვეულებრივი მტრები საქართველოს მოსახლეობის და გამправებლები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის იმ ვანდალიზმის რაც ხდება. აი ეს მინდოდა მე თქვა ხა რო გამოხვალთ რა ქართული ოცნების პროპაგანდონები, შალვა რამიშვილები და ესენი და რო ამ წმინდებზე რო დაიწყებთ სიწმინდებებზე და ღმერთზე რო დაიწყებთ ლაპარაკს. იქ ბაირს რო ყველაფერს უправებთ. აი ეს ახარ თქვენ სად იყავით ბიჭო? აი რამიშვილს მეუბნები.
ბიძინა ივანიშვილი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, რა ვიცი, მაშინ ყველა დირკაში შედიოდი და კითხულობდი ვის როგორ ეძინა, რანაირად ეძინა, როგორი ბავშვი როგორ იყო, ასე როგორ ათენებდა ღამეს და ისე და თუ ამდგარ ხარ შენ ქართული ოცნების პროპაგანდონო, შენი პედოფილი დედა შევეცი მე და თუ მისულ ხარ იმ ბავშვთან და გიკითხია კუჩიდან რო გამოაგდო შენმა ხელისუფლებამ სად გაათენა ღამე. ამ როგორ გაათენა, ამ ბარგალკით რო კარებს გაჭრიდა ბავშვს რო რესპირაციულ სისტემაში მომწამლავა ელში ასხამ. გიკითხია, როგორი არის ასეთი ხალხის მეორე ღამე, თუ არა ის ღამე, როდესაც ეს ჩაიდინეს? თუ ვინმე მისმენს ახლა საერთოდ მე ამ ყველაფერს აღვიად ვსვა, მე სხვა რო არ მისმენდეს რა, ორი კაცი რო დარჩეს მსმენელი, ხო? იმ ორიდან ორივე ვიცი რომ უშიშროების თანამშრომელი იქნება რა. და მოჩენილი ბოზები რომ მყავს. ხო გადაუტანეთ ეგრე შალვარამიშვილს და მის სამ ნაბიჯვარს იქ ზოგი ტელევიზიაში რო დაინიშნა უდიშარი ასახი და ზოგი პასუხი გამეცით ძალიან მარტივ შეკითხვაზე, ბიჭო. ხო დარბოდით წინასაარჩევნოდ კამერებით და კითხულობდით ვისად ეძინა. აი იმ ადამიანს ბავშვით რო დატოვეთ ქუჩაში 3 დღის უკან. როგორი ღამე აქვს დღეს? რო ღამდება საქართველოში. თქვენი წყალობით დღეს რო ღამეა თქვენ დედა შევეცი. შენ გეუბნები, შენ რამიშვილი რა უნდა გითხრა საერთოდ იმის მერე საკუთარმა შვილმა ტიპი რომელიც შენი ფალოსით გააკეთა იმანდა გაჭვა ბიჭო თავზე და ამ ყველაფრის მერე რა უნდა გითხრა შეარაკაცო. შე პედოფილო. წესიერ სახელმწიფოში დედას მოგიტყნავენ ჩვეულებრივად რო იცოდე რა, იმიტომ რომ მაგნაირი ცოდვებით შენ რასაც აკეთებ და ცხოვრობ ქართული ოცნების პროპაგანდონო უამრავი პატიოსანი კაცი და ოჯახის კაცი უზის ციხეში ქოცების პროკურატურას. ქვედანაყოფი გაქვს შექმნილი, ქალებზე ძალადობა და რაღაცა ესეთი ყლეობები რო გაქვს და სულმა ქმარს რო ხმა უწია მე არც ერთ კაცს არ ვამართლებ ვინც ქალზე ხელს აწევს და ზოგადად მივიჩვენებ რომ ქალზე ხელის ამწევი კაცი არ არის. მაგრამ ეს ფსევდომოტივებად რო გაქვს შექმნილი რა, საკუთარ ბოზების წყალობით რო ავტორიტეტულ კაცებს რო ნიფხებს შეუგდებდით საწოლში და მე აწერიებდით. ასე მიხმარა, ისე მიხმარა პოზის დროს ასე მეთკინა და ამ ასე რო ყავთ ხალხი დაჭერილი თქვენ დედამოწმულებ თქვენ შალვარამიშვილს მიმართავ. როგორი იყო სხვა თემა არის რა. ის ვისაც თავაზობდი არასრულწლოვან სექსუალურ კონტაქტებს და პორნოებს რო ურთავდი იმაში გასაუბრების დროს შენ შედედამოწმულო ახლა კიდე იმაზე უნდა იჯდე რა ქვია ტელევიზიით უნდა იჯდე და კიდე უნდა მორალისტობდე და კიდე ქართული ოცნების გებელსის იმიჯს იკეთებდე შენი დედა მოუთხა შენ ბიჭო გებელს რას დავები რას ედარები შეგამოყლებებულო გებელსი იყო გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი და შენ ვინ ახარ შენ ახარ ჩვეულებრივი პროპაგანდონი ცნობისთვის გეუბნები ყველამ უნდა იცოდეს რა იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში დაიკარგა რეალობის შეგრძნება და თქვენ მარტო იმაზე გონიათ ყველაფერი ეს არის რა ქვია შალვარამიშვილის დრო დადგა მოდი ჩავრთოთ პულტი და შევხედოთ აბა შალიკო რასი ლაპარაკებს და დაუწყებს იმ ნაცებს გინებას სულ რა შემაინტერესებს ნაცების გინება ნაცებზე უარესები მყავს აგერ ხელისუფლებაში ნაცები იყვნენ წავიდნენ გაუშვით ნაცების დროს კიდე ხალხი ვიკრიბებოდით ვაპროტესტებდით მაგათ არსებობას და ნაცები როგორც იქნა ავად იქნა თუ ცუდად იქნა ხელისუფლებიდან გავისტუმრეთ კაცო ხელისუფლებაში მოვიყვანეთ ნაცებზე მეტი განდონები და ისეთი განდონები მოვიყვანეთ ხელისუფლებაში ყველაზე დიდი განდონები ვინც იყო ნაციონალურ მოძრაობაში ყველა აი წვანე ბარათით გადმოიყვანეს მექსიკის ბრჭყალებში საზღვარზე და დაისვეს იქ პარლამენტში და გახადეს ქოცები აი ამის თქმა მინდა მე ახლა ვიღაცას ეს სიამოვნებს ეს სიმართლე ვიღაცას ეს სიმართლე არ სიამოვნებს ვიღაცისთვის მისაღებია ეს სიმართლე ვიღაცისთვის არ არის მისაღები ეს სიმართლე მაგრამ ეს ხო სიმართლეა ეს ხო რეალობაა ამას ხო ვერავინ ვერ გაიქცევა არ ვიცი აგერ ახარ თქვენ და განსაზღვრეთ ეხა ხვალაზე კიდე მოგიწევთ რა ამათი პროპაგანდონისტური ყლეობების მოსმენა და დარწმუნებული ვარ რომ ამ ნაკადს ვერავინ ვერ გააჩერებს იმიტომ რომ ეს ახლა მიღებულია ესეთი პროგრამაში და 24 საათი უნდა იყოს ლაპარაკი იმისი რაც ერთ მხარეს და მეორე მხარეს აწყობს და ამას პროპაგანდას იცით რა უარყოფითი შედეგი აქვს ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გამოიყოს მხარე როგორც პროპაგანდის დამაზიანებელი საზოგადოების
აი ჩვეულებრივ წარმოიდგინოთ ქვა და ფიზიკის მეთოდია ჩვეულებრივ წყლის წვეთი რომ მიუშვათ უწყვეტი ნაკადით, ხო? ადრე თუ გვიან იმ ქვას ის წვეთი წყლის გახვრეთს. შეიძლება დროის ფაქტორი იყოს ამაზე, როგორც ზეგავლენის ელემენტი, მაგრამ თავისას გააკეთებს თუ უწყვეტი ნაკადი იქნება წყლის აი ამ ქვაში. გახვრიტავს. და თქვენ წარმოგიდგენიათ საზოგადოების ცნობიერება, რომელიც განსახიერებული შეიძლება იყოს როგორც ქვა და ამათი მახინჯი პროპაგანდონისტური თესლი შხამის სახით, რომელიც უწყვეტი ნაკადით გადმოედინება ამათი ტელევიზიებიდან ბრჭყალებში, ეგრეთ წოდებული მაგალითად ტელევიზიები უნდა ერქვა საერთოდ და ეწვეთება ამ ცნობიერებას, ეწვეთება და ეწვეთება. ადრე თუ გვიან ეს ცნობიერება ხო იხრვითება და ხო ნადგურდება. ხო აი საბოლოო ჯამში ხო იმარჯვებს ის ვისაც აქვს იმის უნარი რომ დროის სივრცის და აი ამ 24 საათიანი მანიპულაციის მეთოდით მოახდინოს პრესირება ამ ცნობიერების, საზოგადოების ცნობიერების. გადართავ იმედის ტელევიზიაზე, ამათი ნაკადია გონებაში. გადართავ რუსთავი 2-ზე, თურქული დაზვერვის ნაბოძვარი ქიბარახალვაშის ის ყრის, რა ქვია, თუ რო იცოდეთ, აგერ გეტყვით, რაკაც საინტერესო მომენტია, ეს რუსთავი 2 არის ქიბარახალვაშის, რომელიც არის გაჩათლახებული თურქების ჩვეულებრივი აგენტი, პროჭი. და იმას აჩვენებენ პრაიმ ჰაუსში კაც იმაზე ფალოსზე როგორ დაადო საჯდომი ქალმა და ამას უყურებს პატარა ბავშვი ვიღაცა ჩემი გინება უყურს მე აქედან. და ეს ნორმალურად მიაჩნია ეს ფაქტი. ეს ნორმალური აღქმა და დაჟე რას იზამს იცი? ხამე კიდე დაამესიჯებენ ლულუს მიცენ ხმა თუ ყლულუს მიცენ ხმა. გადართავაგე რუსთავი 2-ზე და იქაც თუ მთავარი არხი რო ქვია და იქაც უკვე თავისებური ჩატლახობები გადმოედინება რა. ეგ არის რა. ეგ არის სიმართლე არის ასეთი. ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან სწორად აღქმული რეალობა ეს დამაზიანებელი საზოგადოების გადამბირებლური თავის აზრზე გადმომყვანი რაღაცა დაჯგუფებებია შექმნილი, რომელიც თავისი არსით ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდილობს დააშოროს ქართული საზოგადოება რეალობას და რეალურ ცნობიერებით აღქმას. ამაზე მუშაობენ. და პარალელურად ჩვენ საზოგადოებაში ხდება ესეთი მოვლენები, თუ როგორ შეიძლება გამოგასახლონ, გაგნდევნონ, ჩაგკოლონ, მოგკლან, გაგაუპატიურონ, სულში ჩაგაფურთხონ, თავზე დაგაჯდნენ, წაგართვან რელიგია, წაგართვან ლიტერატურა, წაგართვან პოეზია, წაგართვან კულტურა, კინო, წაგართვან აი ესეთი რეალობა. ეხლა გინდა აღიარე, გინდა არ აღიარო. სად უნდა ეზიარო შენი ქვეყნის ცნობიერებას. კინოში მიხვალ, კინოს ვერ გთავაზობენ. იმიტომ რომ საქართველოში კინოს გადაღება არ მიდის და თუ მიდის კინოს გადაღება, მიდის პორნოგრაფიის გადაღება. ჩვეულებრივ, ანდა ისეთი ლოგიკით ხდება ამ ყველაფრის გადმოცემა, წარმოუდგენელია ის კინოხელოვნებასთან რამე კავშირში იყოს. თეატრში მიხვალ და რობერტა სტურუას ქუჩის აგენტები თამაშობენ ჰამლეტის როლს, რომლებსაც არც ჰამლეტთან, არც კულტურასთან და არც თეატრთან არანაირი შეხება არ აქვს, იმიტომ წარმოუდგენელია ისეთი კაცის აღზრდილი პერსონა, რომელიც ვეფხვის ტყაოსანს უძახის ტუალეტის ნაწარმოებს იყოს ნორმალური. რობერტა სტურუა თვლის, რომ ვეფხვის ტყაოსანი არის ტუალეტის ნაწარმოები. აი ეს არის თეატრი ქვეყანაში. და მუსიკა, როგორც გითხარით რა, ანრი ჯოხაძე არის აქეთ წამყვანი, ეს რა ქვია, პერსონა და იქეთ მეორე მხარეს ბარიგა ლელა წურწუმია. და ესენი გადმოსცემენ ქვეყანაში კულტურას. ერთია როგორ გადმოსცემენ და მეორეა რომელი იღებს. და აი ამ რეგიონებში, სადაც არის ჩარჩენილი ახალგაზრდობა,
ამბედის აუბედითობის გამო ხდება მსხვერპლი ქართული ოცნების წარგზავნილი ემისრების, როგორც არის ბაბი კირკიტაძე და ვიღაცა ბენდი, და ეს ბაბი კირკიტაძე რაღაცა ჯერ წყალდუბოში წააბრიქებს ტრაქს, მერე ქუთაისში ჩაიხდის, მერე ბათუმში წაიკუზება და თითო გამოსვლაში 19500 იღებს ხალხო. დაწყებული ქუთაისი, მარტვილი, წყალდუბო და ასე შემდეგ. სანამ მთელი საქართველოს არ გაპარსავს ასე. და იქ უშიშროების ბიუჯეტიდან ოფიციალურად გაიწერება, რომ ვიღაცა ბაბი კირკიტაძემ კონცერტის ჩატარების გულისთვის 19500 აიღო ერთი კონცერტი ჩატარებისთვის. და პროფესორის ხელფასი ამ ქვეყანაში იგი საკითხავია, როგორი პროფესორები ყავთ უკვე. მაგ კიდე განათლება რო არის განგრეული, მაგ კიდე ცალკე არის განსახილველი. პროფესორის ხელფასი რამდენია ამ ქვეყანაში? სიცილით შეიძლება მოგვდე. 19500 ლარი ქართული ოცნების პროპაგანდონს. ეს არის სახე ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლების. თუ ვინ არის ქვეყანაში წარმატებული და ის უნდა ქონდეს, ახლა რატო უნდა ქონდეს განცდა მოსწავლეს რა, რომ ასეთ რაღაცას რო უყურებს, რომ რატო უნდა გამოვიდეს მეცნიერი, რატო უნდა გამოვიდეს პატიოსანი მშრომელი, რატო უნდა გამოვიდეს თუნდაც ავტობუსის მძღოლი, როცა შეუძლია გაბოზდეს და გამოვიდეს ბაბი კირკიტაძე და ქონდეს 19500 ერთი ტრაგის ასე გაქანავებაში. რა პრობლემაა? მე არ იქნება ესეთი საზოგადოება გულჩვილი და არ იქნება სოლიდარული და ტოლერანტული თუ მის მეგობარს, მეზობელს, ახლობელს, ცირეწლოვანს ამ ზამთარში ქუჩაში გამოაგდებენ. ეს არის რეალობა. აი აქედან მიდის საზოგადოებრივობაში სამოქალაქო ომი. საქართველოში დღეს სამოქალაქო ომია. ჩვეულებრივ დაძაბული ომია. ტყვიების გარეშე. თუ საჭიროა იმასაც გაისურვიან. ჯერჯერობით ასეთი ხშირი არ არის ინტენსიობა გასროლების, მაგრამ გასროლებიც არის. და თუ დაჭირდებათ უფრო მაგრადაც გაისურვიან. უფრო მსხვილ კალიბრიანი იარაღითაც გაისურვიან. არც მაგი არ იქნება პრობლემა. ეგრეა. მე ასეთი განცდა მაქვს დღევანდელ რეალობას რო უყურებ, რომ საქართველოს მოსახლეობა ფაქტიურად ნადგურდება. არ გიმალავთ 800,000 მშრომელი ადამიანი არის საქართველოში დარჩენილი. გამოესმევათ მათ წერტილი და დამთავრდება საქართველო. დარჩება საქართველო ჩვეულებრივ იმ ხალხის, როგორ გითხრათ რა, შკალაზე მოცემული დახრილი ხაზის ფორმაში ვდგავართ, სადაც მხოლოდ ის მოსახლეობა ამოიწურება და დამთავრდება ამით ყველაფერი რა. გადაიხდიან მაგის ფულს რა, მიაწოდებენ იმ მოსახლეობას იმ ხელას, რომ თავისი ცხოვრება ჩაათავონ იქ. ვისაც არ შეუძლია თქვა ადგეს და წავიდეს. არა პრობლემა, მიწა ყველას გახრწნის ადრე თუ გვიან და მე ალბათ ადგებიან და ჩინეთიდან აგერ ჩინური კომუნისტური იმიდან ჩამოიყვანენ ერთ სოფელს, ჩაასახლებენ მთელ საქართველოში, დამიჯერეთ, რომ ერთ სოფელში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა დაიტევს ან ყოფილა, ან იქნება უახლოეს 100 წელიწადში კიდო და დამთავრდება ეს და დაადგებიან თავს და იღაცა ხვანს ინსუანს მიცემენ გვარს ფხეიძეს და იქნება ფხეიძე, იქნება ქართველი. ხდება ეგეთი რაღაცა. ახლა რო შეხედოთ იმ საჯარო რეესტრის მონაცემებში შავკანიანებს აქვს უყბარი ქართულად გადაკეთებული და მიაჩნიათ ეს ნორმალურად რა პრობლემაა ყვითილკანიანი, შავკანიანი, თუ ამ ყველაფერს მიცემენ სახელმწიფოებრივ სახეს და სახელმწიფოსთან მოიყვანენ ბრჭყალებში იდილიზირებაში, არანაირი პრობლემა არ მგონია იყოს. დაარქმევენ ამას სახელმწიფოებრივ გააზრებას ქართული ოცნების და წერტილი დამთავრდება რა. ჩვენ ხო ადამიანები ვართ, ჩვენ ხო ამაზე არ გვექნება გამოხატულება, ან თუ გვექნება, იტყვიან, რომ ჩვენ ვართ რასისტები, ჩვენ ვართ ცუდები, ჩვენ ვართ მიუღებლები, მაგრამ გულახდილად გეუბნებით რა. გულახდილად გეუბნებით ამას. კი, სახელმწიფოში ხდება გარკვეული ფორმით უცხო საზოგადოების ადაპტირება სახელმწიფოსთან. მაგრამ ხდება ეს ძალიან მტკიცე და მყარი ფორმულების ქვეშ. მე გულახდილად გეტყვით რა, მე საფრანგეთში ვცხოვრობ და მე ამ საზოგადოებაში, რომელიც ეტოლერანტულია, ხო? ალბათ მთელ დედამიწაზე.
ვერც კი შევაბიჯებ თუ რა თქმა უნდა იმ დონის ენის მფლობელი არ ვიქნები, რომელსაც ეს სახელმწიფო და საზოგადოება ცნობიერებითი შეგნების დონეზე იღებს. და საქართველოში აგერ ნინოწმინდაში სომხურად ატარებდნენ საკრებულოს სხდომას. თქვენ წარმოგიდგენიათ ინგლისში ფრანგულად რო ჩაატარონ ეს არა ქვია ლორდთა პალატაში სხდომა, ან საფრანგეთში რო ჩაატარონ არაბულად სხდომა. მე გეუბნებით რომ ესეთი რაღაცა არ მოხდება, ან ეს სახელმწიფოები აღარ იარსებებს. სად არის საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სად არის მისი ინსტიტუციონალური გარანტიები, გულახდილად გეუბნებით. არც ერთ ეტაპზე დაცული ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიძლიერე არ არსებობს და ამ ყველაფრის აღქმას ნეგატიური რევერსით, ანტიტოლერანტობასთან, რასიზმთან შეხება არ აქვს. სახელმწიფოს ინტერესები და საზოგადოების ინტერესები დაცული არ არის. დაცული არ არის ქვეყნის უმთავრესი იდეა, ქართველობა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტალური სიმტკიცის გარანტიები. იმიტომ ნებისმიერ შეუძლია დღეს ქვეყანაში აკეთოს ის, რაც უნდა უცხოეთიდან, თუ დღევანდელ ხელისუფალს გადაუხდის ამაში ფულს. და მაკონტროლებელი ამ ყველაფერს არავინ არ აყავს, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ მაკონტროლებელი ამ სისტემის და ყველა ევროპულ ცივილიურ სახელმწიფოში მაკონტროლებელი სისტემები არა მარტო ჟურნალისტიკიდან არის, არამედ ჩვეულებრივ რიგითი საზოგადოებიდან, აი ესეთი საზოგადოებიდან წარმოშობილი ელემენტები მოსპეს საქართველოში. ამათ აქვს თავისი გააზრება და გაგება დემოკრატიის. და რა თქმა უნდა, ესეთი ელემენტები შექმნილია ბიძინა ივანიშვილის და დღევანდელი ხელისუფლების და ხდება დემოკრატიით თამაშის სიყალბის დისიმულაცია. ეს არის რეალობა. ეს დასანახადო რთულია, გასააზრებლად ბევრისთვის უფრო რთულია. მაგრამ ეს არის რეალობა. რეალობა, რომელიც ამყაყებს დღევანდელ სიტუაციას და აჩერებს და აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. არ არსებობა განსხვავებული აზრის, მიუღებლობა განსხვავებული აზრის, ბრძოლა და მტრობა განსხვავებულ აზრთან და მოსპობა განსხვავებული აზრის. აი, ეს არის მწარე არსებითი გრუნტი, რითიც გაპოხილია საქართველოს ხელისუფლება, საპატრიარქო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ვითომ და ქვია საზოგადოება სინამდვილეში არის ყალბი კულტურული ბრჭყალებში ნეხვი, რომელიც არის გაპოხილი ხელისუფლების და საპატრიარქოს ნიტრატებით. ამის თქმა მინდოდა მე. ნამდვილი ადამიანები, ვინც შეინარჩუნეს ღირსება, ან არიან ჩუმად ჩვენ ქვეყანაში. და ეს სიჩუმე არა მათი არჩევანი, არამედ იძულებითი ნება და ფორმა, როც უნდათ ხმას მაინც არავინ არ მოაღებიებს, ტრიბუნას არ მისცემენ. და ნამდვილი ადამიანები კიდე იმყოფებიან იმ 2.800.000 კაცში, რომელიც დევნილი არის ქვეყნიდან. აი ამის თქმა მინდა მე რას ვაპირებ და მე როგორ ვაპირებ და მე რას გადავწყვეტ, მე ამას ტელევიზიით არ გადმოვცემ. მე კარგად ვცნობ ამ ყველაფრის რეაგირების მეთოდებს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის რამე რო გააკეთო, რამის წინააღმდეგ რო იბრძოლო, ჯერ უნდა გქონდეს წარმოდგენილი რასთან აქვს საქმე. რა თქმა უნდა, ამაზე ვლაპარაკობ, ჩემო კარგო, ახლა რითი უნდა დავაღწიოთ თავი? ერთი უნდა დავაღწიოთ თავი და არსებობს მაგისთვის რევოლუცია და რევოლუციას უნდა მივაღწიოთ. თუ გვინდა რომ რამის თავი დავაღწიოთ. გმადლობთ. მე დავასრულე ჩემი გამოსვლა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და აუცილებლად გვექნება საუბრები ერთმანეთთან და არა ერთხელ და ძალიან ხშირად. ამიტომ ვინც ახლა ამ ვიდეო ბლოგს მოусმენს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გააზიაროთ ეს ვიდეო ბლოგი და მიაწოდოთ საზოგადოების ფართო მასებს სწორი ინფორმაცია. გმადლობთ.